საქართველოდან თურქეთში თითქმის 150 წლის წინ გადასახლებული მუჰაჯირების შთამომავლების უმრავლესობამ, რომელიც სოფლიდან არის იცის, თუმცა მათმა ნაწილმა არ იცის ქართული გვარი. იციან მხოლოდ ოსმალური გვარი, რომელიც ოღლით მთავრდება და ამით ცდილობენ ახლობლების მოძიებას. თურქეთის სხვადასხვა ქალაქში შეხვდებით არაერთ ქართულ გვარს, მათ შორის მარმარას რეგიონში, სადაც შეიძლება ითქვას ყველაზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. მათ ისტორიას და გვარებს მეცნიერთა ჯგუფი სწავლობს, რომელსაც ისტორიის მეცნიერება და დოქტორი როლან თოფჩიშვილი ხელმძღვანელობს. ის და მისი კოლეგები თქვენთვის თქვენი გვარის ისტორიას სწავლობენ და ერთიან ელექტრონულ ბაზას ამზადებენ. დეტალები ირინე წუწუნავასა და ვალერი ვახტანგაძის სიუჟეტში. წარწერა უკვე მიგანიშნებთ, რომ აქ ფუტკარაძეები ცხოვრობენ. უცნაური თითქოს არაფერია. ალბათ გაიფიქრებთ კიდეც მერე რა, მე პატრონემ საკუთარი გვარი ჭიშკარს თუ მიაწერა. არადა ყველაზე ემოციურია, რადგან 100 საქართველოდან შორს თურქეთში მცხოვრები მენან პორტოკალი იგივე ფუტკარაძე საკუთარ იდენტობას უსვამს ხაზს, რომ გურჯია და საქართველოდან ჩამოვიდნენ. დეუბადეთ და აქაურობას ცხოვრობ. რაფრად გადმოსულან. მე ისინი რაცა ვიცი, ისინი ვთქვანა. ახლა ოსმანლი და რომ რუსიას მაშინ შებოხჩობულან დიდვანებიდან ისე ვიცი რომ აჭარა ჩვენ ოსმანლის მოუგვია მაშინ შომ შებოხჩეთ მოუგვია მემრე ჩვენ ოსმანლის რუსიას ფული ქონია ბორჯი ქონია იმამ ემრე ბათუმი და აჯარა რუსებისთვინ დუტევიან. რუსიას უთხრომია რომ 2 წელიწადში ვინც ხას უნდა ოჯახებსა ოსმანის გედევდესო. 2 წელიწადი ემე მუცემია. და ჩამდგარან იქა ინფო ბევრი იქ დარჩენილა. ჩვენი ძველი ემიები, დიდვანი დედიები იქ დარჩენილან ჩემი დედა ისაკა 4 წელში ყოფილა. მის ანას ჩამოყვანია, მის ანას ქვია ხატიჯე ნენეს, დიდ ნენეს, ჩემი დედე შამურატ დედე აქ 4 წელიწადში ჩამოყვანია, გემით ჩამოყვანია. თან წამოიღეს ნივთები, რომელსაც მენანი სპეციალურად მოწყობილ ოთახში ინახავს. აქ ყველაფერი ქართულია, კედელზე ნახავთ ასევე ჩარჩოში ჩასმულ ისტორიას, წინაპრებზე თუ როგორ და საიდან მოვიდნენ თუფეკჩი კონახში. ჩვენი გვარი ფუტკარაძეა. ჩემი დედეი ოლადავრის ქვედან ერთი ჯუმუშავრის სოფელია, პაწაი სოფელი. ჩვენი ძველი გვარი კაპელოღლი. კაპელოღლი რა არის? მე კითხე დიდიებსა და კაპელაი, რატომ კაპელაი ქვია? ძველად საქონელზე, ძროხებზე, ხარებზე ასე ემე შამბებენ მოგონ. კაპეტრიან მოგომას, კაპეტრიან, ასე შამბებენ და ო კაპები, ჩემი დედე მოგონ, დიდიდე იმას აკეთავს მოგონ და დურქიან კაპელაშვილებიო, კაპელოღლებიო. და ჯუმუჩავრიდან ვარ გადმოსული. იქიდან რომ წამოსულან ჩვენი ოჯახი რომ წამოსულა 4 ძმა ყოფილან ჩვენი დიდვან დედიები. ერთი ძმა წამოსულა. ოჯახები მიერე ძმების დუტევია იქა და იქა რაცა ემექნეს აქედან პაცპაცაი რაცხები, ყავი ყაჯაღი ეს გამემე ის დიდი ჩვენ ფახრაჯას ვეთქვის იმან. ფახრაჯას. ისინი იქიდან ჩამოტანილია და ესენი სამაზას შევნახე და ასე იყოს მეთქი და ბადიში კითხავს რომ ეს რა არის დედე ესა გურჯისტანიდან ჩამოტანილია აჭარადან ჩამოტანილია ის რაც მისცა დეიქვა ჩვენ იქავრი ვართ ოიტყვე იქიდან ჩვენი სისხლი იქიდან მოდისო იტყვის არ დავეცდება რაც ხამტონზე გავაგზელავთ იმ ტონით ჩემი კარია თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა და არა მხოლოდ მათ საკუთარი წარმომავლობისა და გვარის შესახებ უფრო მეტი რომ გაიგონ, ამაზე ქართველ მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს. ჩვენებურების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას ისინი სოფელ გურჯებთან საუბრით და დღემდე შემორჩენილი გადმოცემებით არკვევენ. ჯგუფს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი როლან თოფჩიშვილი ხელმძღვანელობს. ნაკაიძეები არიან, მაკარაძეები არიან, ფუტკარაძეები არიან. ნაკაიძე, მაკარაძე, მაკარაძე, ფუტკარაძე,
ჩვენ მუშაობთ საგრანტო პროექტზე ქართული გვარსახელების ისტორია ეთნოლინგვისტურ ჭრილში. ამ პროექტის მიზანია ქართული გვარების ისტორიის წარდგენა ამბანზე, ამბანური რიგის მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროექტის გაკეთებას უნდა დაახლოებით 10 წელიწადი, მაგრამ ახალგაზრდობის დროს მე წინ მქონდა საქმე წაგდებული და დამუშავებული მაქვს ძალიან ბევრი მასალა ბიბლიოთეკის გვარებზე, ბიბლიოთეკის ბარათებზე გადატანილი 18000 ბარათი და ამ 18000 ბარათს ვიყენებთ აგრეთვე მე-18 საუკუნის კამერალური აღწერის დავთრებს, საოჯახო სიებს, რადგანაც აქ ბევრი თურქეთის რესპუბლიკაში ბევრი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც აქ მე-19 საუკუნეში ძირითადად 1870-იანი წლების ბოლოს მოვიდნენ და განსახლდნენ ცელ რეგიონზე, გვინდა რომ დავამატოთ აქ მცხოვრები ქართველების შესახებ გადმოცემები, რომელ სოფელში რა გვარები ცხოვრობდნენ, ეხლა მაგალითად აქ მაკარიძეები ცხოვრობდნენ, როცა მაკარიძეების გვარის ისტორია დაეწერება, აი საცხოვრობენ თურქეთში, საიდან არიან მოსული, რომელ სოფელში აჭარის თუ ქობულეთის მხარის თუ მაჭახლის თუ შავშეთის და იმერხევის, ლიგანის ხეობის და კიდევ სხვადასხვა სოფლებიდან აი ეს ავსახოთ და არ გამოგრჩენ ეს გამოგრჩეს ეს გვარები, რომლებიც დღეს თურქეთის სახელმწიფოში ცხოვრობენ და ამიტომ დავდივართ სოფელ-სოფელ ვაგროვებ თითო სიტყვას, თითო წინადადებას, რომ რამენაირად ეს ხალხიც, ეს ქართველებიც კმაყოფილი დარჩნენ იმითაც, რომ ჩვენ უყურადღებოთ არა ყავს ყვანან ისინი დატოვებული. ის გვარები ფოროსეთშიც არის, ზანცურში არის, რა ვიცი, ლომიკეთშიც არის, yani ეს სამივე კი არის, ზოგი ბუჯურშიც არის. დედიკო აქ არ არის, დედაჩემი იქნა ახლა 88 წლისა და ყველაფერი ახსოვს ძველი. ახალი არაფერი არ აქვს. გეფიცენ ყველაფერი ახსოვს. ძველი. თურქეთში მცხოვრები ქართველების ისტორიას მეცნიერები 2005 წლიდან სწავლობენ. აკვირდებიან დინამიკას, როგორია ქართული ენის მდგომარეობა წლების მიხედვით, ასევე ეცნობიან მათ ყოფას და ცხოვრების პირობებს სხვადასხვა პროვინციაში. ჩვენ ბოლოს აქ ვიყავით 2014 წელს და ვცდილობთ აღმოსხოთ ყველა ის სხვაობა, რომელსაც ამ პერიოდში ჰქონდა ადგილი. ქართული სოდნის რა ვითარება ჰქონდა 2005 წელს, რა ვითარება ჰქონდა 2014 წელს და რა ვითარება გვაქვს დღეს 2025 წელს. ფაქტობრივად, აი დეკადების მიხედვით ხდება სიტუაციის აღმოსხვა დაფიქსირება. ქართული სოდნის თვალსაზრისით ვერ ვიტყვი, რომ დინამიკა ძალიან სახარბიელოა, მაგრამ ყველა პროცესს აქვს ორი მხარე. რა თქმა უნდა, ქართული სოდნის დონე აქ ჯერჯერობით არ არის ისეთი სახარბიელო, ჩვენ ორიენტირი გვაქვს ახალგაზრდებზე. ახალგაზრდებში რა მონაცემი გვაქვს? ახალგაზრდებმა ქართული ძალიან ფაქტობრივად არ იციან. ესმით ხშირად რასაც ვეუბნებით, მაგრამ პასუხს ვერ გვაძლევენ, ვერ საუბრობენ. თუმცა არის მეორე მხარეს. საზღვრის გახსნის შემდეგ ძალიან ბევრ ქართველ ახალგაზრდას, თურქეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდას აქვს საშუალება ეწვიოს სამშობლოს, ისტორიულ სამშობლოს, დაყოს გარკვეული ხანი, კონდეს ურთიერთობა თავის თანატოლებთან და გაიუმჯობესოს, აიმაღლოს ქართული სოდნის დონე. თუმცა ეს არ არის ზალე, ეხლა პროცენტულად მაღალი მაჩვენებელი ცხადია, ეს არ არის. ნახოთ, სახარბიელო ვითარება ნამდვილად არ არის. ურბანულია დღევანდელი გარემო, ადრე ენის შენარჩუნებას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ სოფელში კომპაქტურად მოსახლეობდნენ ეთნიკური ქართველები, დღეს უკვე ქალაქებში არიან გადაბარგებული და ვერ ვიტყვით, რომ სახარბიელოა. ქართული ენის დაკარგვის საფრთხეს ჩვენებურებიც კარგად ხედავენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ის გადარჩენას ის საზოგადოებები დაეხმარება, რომლებიც გურჯებით დასახლებულ ქალაქებში იხსნება. სწორედ ქალაქში იკარგება ენა. სოფლებში კი ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებმაც თურქული სკოლაში წასვლისას ისწავლეს. აქ ჩამოსულან დროებით ბაბუაები, მაგრამ მაშინ ძალიან გაჩაცინებული ყოფილა ყველაფერი და
რუსეთის ომი მომხდარი იყო და საქართველოს მაშინ ოსმანის დროს მაშინ ჩვენი ბაბუაების დუპანტვან მაშინ, მაგრამ ჩვენი ფესვები კიდევ ახლა საქართველოსია. ჩვენ მე ჩასული ვარ 45 ჯერ ყოველ წელს ჩავალ, ჩვენ ნათესავებს ნავხავ, ისინი ჩამოვლენ, ნასტუმრებიან აქედან ყველა საქართველოს მოგიტყვას ვუხდი კიდო აგარამ ქართველ სოფლიდან ჩვენ სიყვარულ საქართველოს ყველას მოგიტყვას ვუხდი და ჩვენას შვილებსაც გვინდა რომ ეს საქართველოსი ქართული წესები და მუშაობა არ დავგარქოთ ჩვენას შვილებს ჩვენ დაბერ ბაბუაებს მის შვილებისთვის ჩვენ მამაებისთვის დუუტევიან ეს ენა და კულტურა ქართულის ბაბუებმა ჩვენ დიგვიტიეს მამაებმა ჩვენას გვინდა რომ შვილებს დუუტიოთ და ეს საქართველოსი ქართულობა ცხოვრობა წესები და ჩვენას გვინდა შევნახოთ შვილებმას შვილიშვილებმას შეგვინახონ და მე იმათმას ჩვენ ახლა რაც ხაპრად ვახსენებთ ბაბუაებს მამაებს იმათმას ჩვენ გვახსენებთ რომ ჩვენ ბაბუაებსაც ასე ქართულ აიმიები დუუტევიან გვინდა იქიდან მაშინ ისტანბულში საკითხველა გამოსულა ჩვენი დედა იგვარი აქ რომ გამოსულა უკან აღარ დაბრუნებულა დედა აღარ დაბადულა ეხლა დედის მამრე ეხლა დასახლებულა აქ დედა ამიდან სამი ბიჭი ყოლია ერთი ბრატი სამი ძმა ყოფილა ორი ძმას გერასიმ ბოლანჯაკ ტეპერენკე იქ გამოსულა იქაც ერთსა ძალიან ასე გვერდიანი ადგილები ყოფილა არ მოწონებია უკან დაბრუნებულა ერთი ძმა იქ არჩენა ერთი ძმა იქ არის ეს ხოცმულა ჩვენა ეს მალე პენდედესი თორა მაღალ იმპერატორი ნათესავები ყავს ვახ ხისიმები გავიდა ვახ იყავი თქვენ საქართველოში ჩასული იქ არ გადავსულა ბავმა გადავდა და მე არ გადავსულა ამდე სხვა ისტორიებს ასევე გვარსახელების ფორმებს ჩვენებურები მალე ელექტრონულ ბაზაში იხილავენ, რომელსაც ქართველი მეცნიერების საგრანტო პროექტით ამზადებენ. მათ უკვე მოიარეს გურჯებით დასახლებული რამდენიმე ქალაქი, მათ შორის გოლჯუკი, იზმითი და ინეგოლი. ის ისტორია რომ ჯერ ჩამოვიდნენ სტამბოლით, მერე დასახლდნენ დაბლობში, სადაც ლაზები ცხოვრობდნენ, შემდეგ ეს ყველაფერი იქნება დაფიქსირებული. ანუ ეს ისტორია მათი ამავე დროს იქნება წარმოდგენილი იმ ჩვენ ელექტრონულ ასე ვთქვათ ანბანზე განლაგებულ ლექსიკონში. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისა, რომ მათ თავიანთი იდენტობა კიდევ ერთხელ გაითავისონ. იმიტომ რომ ისინი რომ არიან გურჯები, გარდა იმისა რომ ეს იციან რომ გადმოცემით და ეს იკარგება თანდათან იმ თაობაში, რომელსაც ქართული უკვე აღარ იცის, ის მასალა დოკუმენტური, რომელიც იარსებებს და სადაც იქნება ნათქვამი, საიდან ჩამოვიდნენ და თუ შესაძლებელი იქნება ის ლეგენდებიც, როგორ მოვიდნენ და ის ისტორიებიც, რასაც ეთნოლოგი სწავლობს და აფიქსირებს, ეს იქნება ერთ-ერთი კიდევ ერთი საშუალება იმისა, რომ მათ გაითავისონ თავიანთი იდენტობა ქართული. აი ამ თვალსაზრისით მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს პროექტი. თავად ამათთვისაც ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებული, რომ ეს ნამუშევარი ჩვენი, რომელიც როგორც ბატონმა როლანდმა აღნიშნა, ალბათ 7 ტომი თუ უფრო მეტი არა იქნება, რომ მოვახერხოთ ამისი გამოცემა ფიზიკურად. ეხლა მხოლოდ ელექტრონული სახით გამოვა. იმიტომ რომ ამისი არც ფინანსები არსებობს. ის რაც ნახეს, მოისმინეს და ჩაიწერეს უკვე ისტორიაა. ჩვენებურების ცხოვრების ერთი პატარა ეპიზოდი 2025 წლის ზაფხულიდან. გურჯების 150 წლიან მუჰაჯირობას კი არაერთი ზაფხული ახსოვს, დრო რომლის ათვლაც მათმა წინაპრებმა უცხო მიწაზე ქართულად 1877 წლიდან დაიწყეს და დღემდე არ გაჩერებულა.